მოგესალმებით მეგობრებო. საბრძოლო გამანადგურებელი Su-15, რომელიც თერჯოლაში ჩამოიტანა პოლკოვნიკმა ამირან კიკაბიძემ. კარგად დავოთვალიერო. სასწაული რაღაცაა. დღეისათვის ძალიან დაზიანებულია და გაძარცვულია. პილოტის ფორმა. ხედავთ, სწორად ყველაფერი მომძვრალია. ჩამსხვრეული შუშა. როგორც ამ ვიდეოსთან ამ ადგილთან დაკავშირებით წერენ ხოლმე, იმიტომ რომ რამდენიმე სოციალურ ამის ვიდეოები დავდეთ ამ გამანადგურებლის. ხალხი არის იმის მომსწრე, როცა ამ გამანადგურებელს აბსოლუტურად ყველაფერი თავის ადგილზე ქონდა. სამწუხაროა ესე გაიძარცვა. იყო ერთ-ერთი გამომწერი, ვინც თქვა, რომ თან ეს კაბინეტს კი ახსოვს, რომ მოძრაობდა. ეს გამანადგურება შალახულია, რაც მოახერხა ხალხმა ჯარში ჩააბარა. Pedalets, თითქმის იგივე ელი გვაქვს. ჩავიდეთ კომდა ძრავა უნდა. სადაც თავისუფლად ძრავა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ისიც განადგურებულია, აღარაფერია დარჩენილი. სამწუხაროა, რომ ესეთ საოცარ რაღაცებს საქართველოში არ ვფრთხილდებით. დაზიანებულია იატაკიც. ასე ვთქვათ. ხედავთ, აღარაფერია დარჩენილი. ან შეუძლებელი ჩარჩო, ასე ვთქვათ, ჩონჩი რა შემორჩა. ხშირად ხედავ ხოლმე კომენტარებში, რომ არის ხალხი, ვისაც აქვს თუნდაც ამ კონკრეტული გამანადგურებლის, ასე ვთქვათ, აღდგენის იდეა, შენახვის იდეა, მაგრამ აი ხა ესე რო ათვალიერებ ხოლმე ხვდები, რომ შეუძლებელია. უბრალოდ თუ მოხდება მისი, ასე ვთქვათ, პატარა სახის რესტავრაცია, რომ გამოიყურებოდეს ვიზუალურად უკეთესად, ვიდრე ახლა. სასიამოვნო იქნებოდა ისტორიული ნიმუშია, რაც გამოიყენებს. ყოფილი მოტივია. ასეულს მოიგებს. ცხოვრებაში მეტი რა ახლოდან ესე გამანადგურებელი არ მოვსწრებდი. ესაა ჩემი პირველი ჯერჯერობით პირველი, ასე ვთქვათ, ნიმუში საბრძოლო გამანადგურებლის. ასე ვთქვათ.
ან რო შემეძლოს დიდი სიამოვნები ჩაუტარებდი, ასე თქვა, პატარა რესტავრებას, თუნდაც ამ ყველაფრის გადაღება, ჟანგის მოცილება საკმაოდ საინტერესო ადგილია. როგორც ტურისტებისთვის, ამით კითხავთ ქართველებისთვისაც. ეს უნდა იყოს საკუთარ გარანტიას ჩამოვარდნილია. ეს კიდე მოძრაობს, მაგრამ ისევ ვარდება. მოკლედ, ამით დაგემშვიდობებით. მინდა რომ უფრო ვიაქტიუროთ Facebook-ზე, რასაც თქვენ დახმარებას გვჭირდება. ნახვები, ლაიქები, გამოწერები და შევეცდებით უფრო უჩვეულო ადგილების შემოგთავაზოთ და უფრო საინტერესო არა მარტო საქართველოდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან. დავედროებით.